წმინდა ნექტარიოსის მიერ დაარსებული წმინდა სამების მონასტერი ეგინაში. სახლი, სადაც წმინდა ნექტარიოსი ცხოვრობდა და აქვე განისვენებს. მონასტერი მდებარეობს ეგინაში, ქსანტოსის რაიონში. მონასტრის ისტორია ბიზანტიურ ეპოქაში მთავრდება, სადაც იმ დროს მონასტერი იყო, ხოლო შემდგომ პერიოდში უკვე მიატოვეს. 1904 წელს წმინდა ნექტარიოსმა გადაწყვიტა მონასტრის აღდგენა და ეგ წმინდა სამების მონასტრის დაარსება. აღდგენითი სამუშაოები 1904 წლებში მიმდინარეობდა. ერთი წლის შემდეგ 1908 წელს წმინდა ნექტარიოსმა რიზარეის სკოლის მართვა მიატოვა და მონასტერი გადმოვიდა. წმინდა ნექტარიოსმა სიცოცხლის ბოლო 12 წელი ამ მონასტერში გაატარა 1908-დან 1920 წლამდე. თავად ნექტარიოსი მონასტრის გარეთ მდებარე პატარა სახლში ცხოვრობდა, რადგან მონასტერი ქალებისთვის იყო განკუთვნილი. წმინდა ნექტარიოსის პატარა სახლი დღესაც შემორჩენილია და ღიაა მომლოცველებისთვის. აქ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ახლოდან ნახონ წმინდანის პირადი ნივთები, ადგილი, სადაც ის ლოცულობდა და თავის ნაშრომებს წერდა. დღეს ამ ტაძრის გვერდით კიდევ ერთი ტაძარია, რომელიც წმინდა ნექტარიოსს ეძღვნება. ამ ადგილას მდებარეობს პატარა ეკლესია, სადაც წმინდანი იყო დასაფლავებული. ეს ადგილი სასწაულმოქმედია, მის განსასვენებელს მომლოცველები ყურს ადებენ და გარკვეული ხმები მოესმით. წმინდა ნექტარიოსი 1920 წლის 8 ნოემბერს შუადღისას მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. წმინდანის ცხედარი კი მთელი 21 წლის განმავლობაში უხრწნელი დარჩა. თითქმის 40 წლის შემდეგ 1961 წელს მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით იგი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შეირაცხა. მისი ნეშტი გადაასვენეს დიდ ტაძარში. ნექტარიოს ეგინელს მრავალი ნაშრომები აქვს. ლოცვის შესახებ იგი ამბობს: ლოცვა უმაღლესი სათნოებაა, ღმერთთან შემაერთებელი, სიმშვიდის, ურისხველობის, სიხარულის და მადლიერების წყარო, სევდისა და მოწყენილობისაგან დამცველი. ლოცვა ღმერთთან საუბარია და ამიტომაც ამ დროს გონება თავისუფალი უნდა გქონდეს ყველაფრისგან. შემოსვლილი გულით აღვლენი ლოცვა სულის საკვები ხდება და ნეტარია ის გონება, რომელიც ლოცვისას უწყოტად საუბრობს ღმერთთან. ლოცვა ჩვენი ცხოვრების შემწე ყოველგვარი მიწიერის დავიწყება, ზეცაში მყოფობაა. ჭეშმარიტი ლოცვისას ადამიანი შეურყეველია. ლოცვა სულიერი თვალების მზია, როგორც სხეულისთვისაა მზის სინათლე, ასევეა სულისათვის ლოცვა, რომელიც სულის ჩაუქრობელი ნათელი, ზეციური იარაღი, ნებისმიერი ვნების წამალი და შინაგანი ჯანმრთელობის ნაყოფია. წმინდა ნექტარიოს ეგინელის ტროპარი. სიწმინდითა განასრულე ცხოვრება შენი, ვითარცა ბრძენმან მღვდელთ მთავარმან და სათნოებითა თვისითა ადიდე უფალი ღმერთი, ღირსო მამაო ნექტარიოსი. ამისთვისცა განადიდნე შენ ძალითა მით, ღმრთის მიერითა ნუგეშინის მცემელდა, აწცა წმინდითა ნაწილითა თვისითა, განასხა მეშმაკთა და კურნებ ყოველთა სნეულთა, რწმენით მოლტოველთა შენთა.